Ახლა გადმოვინაცვლებ სტუდიაში იაგო ხუჩიასთან, გირჩის ლიდერთან საღამომშვიდობის. საბატონო იაგო, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის გადაცემაში. თქვენთანაც დავიწყეთ იმით, რომ დღეს ნახეთ ალბათ 8 პარტიის ერთობლივი განცხადება. ისინი საერთო ბოიკოტს ემხრობიან, ორი პარტია თქვენს გარდა ფიქრის რეჟიმშია, ნუ ერთს უფრო გადაწყვეტილი აქვს. თქვენ მიუხედავად ყველაფრისა გადაწყვეტილებაში ხართ მყარი და იღებთ მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საერთოდ არ გვახსენებენ. ანუ აი ყველაზე კარგი მიღწევა. ხო, მაგრამ ეს გიხარია, შეიძლება ისინი თქვენ რომ თქვენ არ ხართ რეალური ოპოზიცია, იმიტომ რომ დღეს ირაკლი ფავლენიშვილი ამბობდა, რომ აი თუ ლელოდა გახარია მიიღებენ, ისინიც სისტემური ოპოზიცია გახდება და ჭეშმარიტი ოპოზიცია აღარ იქნებიან. ამიტომ ნუ გეცინებათ სერიოზულად მიპასუხეთ, რაც გეკვა. მე ვარ ოპოზიცია და ეგენი არიან ხო ოპოზიცია. ხო არა, მე ზოგადად ანუ უკვე ჩვენ რაღაცნაირად გვინდა რომ აი ამ კლოუნადას გავემიჯნოთ. და რაღაცნაირად გვინდა რომ ხალხს აი ამათში არ შევეშალოთ. აი რაღაცნაირად ეს არის ჩვენი თავარი მისაღწევი ამოცანა, იმიტომ რომ ხალხი ხშირად ყველას ერთ და იგივე ქვაბში ზელს, ესე რომ ვთქვათ. და ეს ჩვენ ძალიან არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ახლა საგიჟეთს უყურებთ, აი გუშინდელიდან მოყოლებული კი მანამდეც თუ გინდათ რა პერიოდის საგიჟეთსაც უყურებთ. მე საერთოდ არ მინდა არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს ვინმე შევეშალო. ჩვენ ვამბობდით, რომ სულ სამათი იყოფოდა. ხოცები, ნაცები და გირჩები ქართული პოლიტიკური სპექტრი. მართლა ასე მგონია. არ გვინდა ვიყოთ ხოცების ნაწილი, რომელიც აგერ როგორ გითხრათ. ჯერ ხო რას აკეთებენ ერთი, მაგრამ მეორე აი რაც პარლამენტში ახლა რო მთავრობის ხელმძღვანელის გამოსვლა იყო, რაც იქ ხდებოდა ზოგადად და რა ესთეტიკაც ჩვენ მივიღეთ. მე არ მინდა იმ ესთეტიკის ნაწილი ვიყო. მე ანუ სულ ოპოზიციის გარეშე მყოფ პარლამენტს გულისხმობთ, როდესაც ვთქვათ კრიტიკა ნაკლებად ისმის. კი, აი ბოდიში რუსული ჟარგონისთვის, აი პათხალიმობაო, რასაც იტყვიან, აი ეგ რაც ხდებოდა პარლამენტში, რაც ქართული ოცნების ამომრჩეველმა მიიღო ამ არჩევნების შედეგად, მათ ხო გააკეთეს რაღაც სწორი არჩევანი, გადაარჩინეს ქვეყანა, რომ არ მოსულიყო მიშა, და რაღაცა ჯანდაბარ მომხდარიყო და ამიტომ აირჩიეს ქართული ოცნება. მაგათ მაირჩიეს ეს პათხალიმობა. რაც იქ ხდებოდა პარლამენტში. ახლა მეორეს მხარეს 4-5-9-25-ის ამორჩეველმა რაქნა საბოლოო ჯამში აირჩია აი ეს რაც ხდება, გუში რო დაიწყო შემშილობა, დღეს რომ მორჩა, შემშილობა რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ გქონდა. ანუ თქვენც თვლით, ნახევარი დაჭერილი. ბატონი ირაკლისთან, თქვენც თვლით, რომ ელენე ხოშტარია შემშილობის ასე ვთქვათ საფუძველი ძირითადი იყო ის, რომ რამე ფორმით ეიძულებინა ლელოდა გახარია უარი ერთქვა და ამ ერთობლიობაში შემოეყვანა. არა, მე საერთოდ ვერ ხვდები ვის რა მიზანი გააჩნია. ანუ ზოგადად არ შეიძლება ამის პროგნოზირება, იმიტომ რომ რაც არ უნდა მიზანი ყოფილიყო, ეს ხო მიღწეული არ არის. ეს ხო ყველაფრის აი როგორ გითხრათ, არაფერს ხო სერიოზული სახე არ აქვს. ანუ ხალხი შიმშილობს და შიმშილობა რომელიც შეიძლება იყოს აი მე სიკვდილისთვის მზადვარ აქტი შინაარსობრივად. ეს აქტი ხდება სასაცილო. პატიმრობა ციხეში დაჭერა თუნდაც 8 თვით. ხო ნებისმიერ ადამიანისთვის სასერიოზულია. რა თქმა უნდა, ვის უნდა უნდოდეს? ვის უნდა უნდოდეს? რატომ უნდა გინდოდეს 8 თვით ციხეში იჯდე? ესეც ხო რაღაცაა ტიპის თითქოს მოსახლეობის გასართობ აქტად იქცა. რო ხალხის თითქოს ზეიმი ჩედის ციხეში. თითქოს რაღაცა ვიმარჯვებთ და თან ციხეში შევდივართ. თითქოს ჩვენი გვარდები. ოპოზიციური ლიდერმა სიტყვაზე დამწუხრებულები შევიდნენ ეს შეცვლის. არა, უბრალოდ რაშუაში, უბრალოდ ეს როგორ შეიძლება რომ არ გადაიაზრო რა მდგომარეობაშიც ხარ და ამ მდგომარეობის ადეკვატურად არ მოიქცე. რაც არ უნდა თუ ისეთი მდგომარეობა არის, გიჭერენ 8 პოლიტიკოსს იჭერენ, ყველა 800-1000 ადამიანის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალა თუ ციხეშია. ამ ხალხს 4-5-25 ხო 800-1000 მოკაცვა დაუჭირა ხარ ნამდვილად. 800-1000 ხალხის მხარდაჭერა რომ ნამდვილი ყოფილიყო. ამ ხალხს რომ მართლა ამ პოლიტიკური ძალებისთვის მიეცა ხმა და არა ან ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს ჯინაზე, ან რაღაცა ხმა არ დაიკარგოს, რაღაცა გიჟური არგუმენტით. ხმა მიეცა წინამძღოლში რაც მართლა უნდოდათ. მართლა უნდოდათ რომ ეს პოლიტიკოსები წარმოადგენენ საკუთარ ინტერესებს. სახში რანაირად ხარ კაცო? 800-1000 კაცის. ანუ თქვენ თვლით რომ ეს რაც ყოფილიყო პროტესტი იქნებოდა უფრო მასშტაბური. არა, იცით როგორ არის რომ ყველა ვარიანტი ხალხი რო ფარისეველი არ იყოს, 800-1000 კაცი კაც თუ ხარს უჭერ. ბრძოლაში მარტო როგორ ტოვებ? ან თუ კაცი ცხენოდა რომ მას ხარი დაუჭირებ, ხარი რატო დაუჭირე? ანუ ჩვენ ძალიან სიღრმისეული პრობლემა გვაქვს ამ საზოგადოებას. ლიდერები ისეთები არიან, როგორცაც საზოგადოება ითხოვს. ანუ საზოგადოებამ შეუკვეთა, აი ეს რაღაცა, აი რაღაც გიჟობა საზოგადოებამ შეუკვეთა. რომელმაც თქვა რომ არ მინდა პოლიტიკა, არ მინდა პარლამენტი, არაფერი არ მინდა, მინდა რომ აი რაღაც არ შეხვიდეთ პარლამენტში. ტურნირი ტარდება როგორ იწვალოს საკუთარი თავი. და თუ ვინმეზე ნაკლებად იწვალებს საკუთარ თავს, გამოდიხარ დამარცხებული.
ხო და აი ეს ტურნირი ხო საზოგადოება მოაწყო და აი ამ ტურნირში სანამ ცხოვრობთ მე გამოსავალს ვერ ხედავ. საზოგადოება მოაწყობა ნოიაგო თუ კი ეს ამომრჩევლის ნება, თუ კი ის ამომრჩეველი ვიზეს თქვენ საუბრობთ ოპოზიციის ქუჩაში არ გამოდის. მაშინ რომ ამათმა გამოზარდეს, პოლიტიკურმა პარტიებმა გამოზარდეს ასეთი ამომრჩევლები. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოზარდეს ასეთი ამომრჩეველი. პოლიტიკურმა პარტიებმა კულტურა მათ შექმნეს შეიძლება ასე ითქვას. იცით როგორ არის რომ ნახეთ ცრუ იმედები, ცრუ ემოციებზე, ინტელექტის გარეშე ემოციებზე ყველა საკითხის გადაყვანა. საღი აზრის დაუფასებლობა. არის ერთობლიობაში ის რომ შეიძლება საზოგადოება რაღაც მომენტში ააგდოს, მაგრამ მე იმედები გაუცრუოს და სახლში დასვას. ანუ მართლა წარმოიდგინეთ, ნახევარი კერა და უფრო მეტი პოლიტიკური სპექტრი დაჭერილია ციხეში ზის. ეს ხო ჯერ სერიოზული თემა ვერ გახდა. მე ადამიანებს ვერ ხედავ, რომელიც ამის გამო შეწუხებულია მათი ოჯახის წევრების გარდა. რატომ? ეს ხო მართლა პრობლემაა. ხვალ ხო შეიძლება მე აღმოჩნდე მათ ადგილას. და ზოგადად საერთოდ არ მაწყობს ის რომ 10 პოლიტიკოსი იჭერდნენ, რომელსაც 800.000 ხმა აიღო და ციხეში ისინი ზეიმით ვიდიოდნენ. ამ ტელევიზიებში მათივე დაფინანსებულ ტელევიზიებში კლოუნა და მიმდინარეობდეს და ზოგადად ამას ისინი ვერ ხვდებოდნენ და იბრძოდნენ იმისთვის რომ მოდი აი ამ ციხიდან დანარჩენ პატიმრებს შორის უფრო მეტი ხმა ავიღო. არა ის რომ მე გავთავისუფლდე ქვეყანა გავთავისუფლდე, არა მეორე ადგილი ავიღო თუნდაც ციხეში ვიჯდე. დანარჩენები მესმის კიდე რა, ანუ ზოგი ხალხი არის დავი ციხეში თავისი ჩაჯდნენ დარწმუნებული ვარ, რომ გარეთ ვერ გამოსულებოდათ, მაგრამ აი როგორ გითხრა ბადრი ჯაფარიძეს რომ ეს უნდა და ვერ ვიჯერებ. ან მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ბადრი ჯაფარიძეზე განსაკუთრებით ვერ ვიჯერებ რომ ეს უნდა და ამას რომ ხედავ ზოგადად აი ეს რო არის ხედავ რომ ეს ასაცილო არ არის. აი დანარჩენი რო სულ თავის ნებით რო იყოს ციხეში სამჯდარი, აი ბადრი ჯაფარიძე ხო ნახდათ არ არის, ჩემი წარმოდგენით ციხეში სამჯდარი და ხო ტყუილად ძის და ესეც რო სასაცილოა. მისივე ქმედებებიდან გამომდინარე, თორე დარწმუნებული ვარ, ბევრი მისი მეგობარი მართლა აღშფოთებულია სრულიად სამართლიანად და მე ბევრი მისი მეგობარი ბიზნესმენი სრულიად სამართლიანად უნდა შეშინებულიყო ამ ამბავზე. იმიტომ რომ ეს თუ ამას დაემართა, სხვასაც დაემართება. მე შეშინებული ვარ რომ პოეტიზის ციხეში პირობითად ჩემი პოლიტიკური კოლეგებიდან, ანუ რო ვიცოდე რომ ისინი ნამდვილად შეთანხმების გარეშე ზიან ყველანი. კი ბატონო, ვინერვიულებდი, მაგრამ ესეც კი გარკვეული არ არის, იმიტომ რომ ასე რატო ზიხარ? ხო რაღაცა სხვა უნდა გააკეთო. რაღაც ერთგვარი სტრატეგია იყო სპეციალური ოპოზიციის, ანუ შეთანხმების ხედანო თუ რას გულისხმობთ და აქვე დავაკონკრეტებთ. არა, მე გამიჭირდება თქვა რომ ყველა შეთანხმებით ზის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ანუ ყველა პრინციპების გამო არ ზის ესეც და სწორედ აი ეს აღრევა აი ტყუილის და მართალის აღრევა, სერიოზულის და არასერიოზულის აღრევა. აქეთ რაც ხდება, იმის ასევე არასერიოზულად დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ზიხარ და ისევ არასიმართლის ლაპარაკი. ეს ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან უბრალოდ იქ ანუ რა მართლა საბჭოთა პერიოდს დაუბრუნდით. ბრეჟნევის გამოსვლის დროს რო ხანგრძლივი ხუხარე ტაში იყო, მართლა რითი განსხვავდებოდა ბოლო პარლამენტის ხტომა ამითი, სადაც პრემიერი გამოვიდა მითი მოხსენებით და უბრალოდ ნუ აი ხალხი აი ყოველგვარი შუბლის ზარღვის გაწყვეტით თაყვანს სცემდნენ მას. ეს ხო არ გვინდა, ამაზე ხო არ გვიოცნებია. ეს ხო არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიზანი. ამისთვის რატომ ავდიოდით საბჭოთა კავშირიდან? საბჭოთა კავშირში ხო შეგვეძლო ლენინზე თაყვანისცემა, იქ ვიღაცა ბრეჟნევზე, ხრუშოვზე, ანუ ეს ხო არ არის ქართული სახელმწიფოს მიზანი. თქვენ თქვით რომ აუცილებელია ოპოზიციურ პარტიებზე აუხსნას საზოგადოებას რატომ მივიდა პარტნიორებს შორის ურთიერთობა აქამდეო. რა ახსნას ელოდებით? ან მიზეზს თქვენ ხედავთ რატომ მივიდა აქამდე? ვის და ვის შორის? პარტნიორებს შორის ურთიერთობა ან ოპოზიციურ პარტიებს შორის? არა, მე ზოგადად არ ვიცი, ყოველგვარი სიგიჟის მოლოდინი მაქვს, მაგრამ შიმშილობას რო გამოაცხადებდნენ, მოდით დავილაპარაკოთ ამ მოთხოვნით. ხალხი, რომელიც მანამდე არჩევნებზე 4-5-9-25-დან რომელიც გინდა ის შემოხაზეთო ხალხს ეუბნებოდნენ, თან ციხეში ზიან ერთად. ფაქტობრივად და სალაპარაკოდ და რამეზე შესათანხმებლად კიდევ რომ შიმშილობა ჭირდებათ. ჩემი აზრით ეს არის არ ვიცი კლინიკური დაავადება და მაგიტო თქვი მაგიტო დავიწყე საუბარი ამით რომ მინდა რომ ამას გავემიჯნო. მინდა რომ არ მონაწილეობდე, ანუ აი ადამიანებმა დაივიწყონ რომ მეც ამათნაირი ვარ. ან ერთი მხარეს რაც წეღარ მოვყევი, ან მეორე მხარით. მინდა რომ რაღაცნაირად აი ეს თუ არ შეიცვალა ქართულ საზოგადოებაში თუ არ გახდა მოთხოვნა რომ აი ეს გინდა ერთი, გინდა მეორე, სამარცხვინო ამბავია, საღი აზრის გარეშე მლიქმნელობას, საღი აზრის გარეშე აი ამ რაღაცა ვითომ გმირობანას თამაშს, რომელიც ფაქტობრივად იქცა როგორ იცი რომ მე უფრო მეტ კივილს გაუძლებ. ბავშვები რო თამაშობენ. ხო, მაგრამ აი რა უნდა ექნა ოპოზიციას, მოდით ესე ვთქვათ, აი თქვენ ხო აკრიტიკებთ მათ ქმედებებს. ან თუნდაც ეხლა
თქვენ ფიქრობთ რომ ყველა ერთად ასეთი ერთობლივი ფრონტით არჩევნებში უნდა დაპირისპირებოდა ხელისუფლებას თუ აი როგორ ხედავთ თქვენი გადასაწყვეტი ოპოზიციაში ხო და გააჩნია რა მომენტიდან ავიღებთ მე თუ თქვენ მეყით 4 წლის განმავლობაში რა უნდა ეკეთებინა ეგ შემიძლია მოგიყვეთ არჩევნებამდე რა უნდა ეკეთებინა სხვა მოცემულობა არჩევნების მერე რა უნდა ეკეთებინა სხვა მოცემულობა გუშინ რა უნდა ეკეთებინა სხვა ახლა რა უნდა ეკეთოს სხვა მოცემულობა გააჩნია თქვენ რა პერიოდზე მეკითხებით ამას გულისხმობთ არა სუშეცდომების ერთობლიობა ანუ სუშეცდომების ერთობლიობა ჩემი აზრით მეორე მხრიდანაც სუშეცდომების ერთობლიობა და სწორედ ამან მიგვიყვანა აი ამ უგემოვნებამდე რასაც ქვია ერთპიროვნული მართლობის ხოტბა დიდება ანუ რაც აი აზიაში რო ხდება ფორმითაც ამას ვემსგავსებით ნელ-ნელა იმიტომ რომ მარტო ზის იქ ვიღაცა ოპოზიციონერი არ არის არ დაცინის რაღაც არ ხდება და აქეთ ამ მხრიდან რა უაპელაციოდ რაღაც გიჟობების დაჯერება რომელიც აი მაგალითად არჩევნებამდე რო სხვანაირად მისულიყავი და 4-5-95 არ გვეძახა უკეთეს იქნებოდა არჩევნების მერე ის გიჟობები არ ყოფილიყო და ესენი პარლამენტში შესულიყო ოპოზიცია და თანმიმდევრულად მომზადებულიყო თბილისის არჩევნებისთვის და ემოციას კი არ აყოლოდა არამედ მოდით ახლა შევარჩიოთ ისეთი ადამიანი რომელიც არც ერთი ჩვენთაგანის არ არის და მოდი რაღაცა ვქნათ რომ არჩევნები ეს ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა დაჭერამდე სანამ მივიდოდა საქმე მისულიყვნენ და კომისიაზე დაეფარებინათ სახე დაეფარებინათ ეგუნა კი რაღაცა უნდა მისულიყვნენ და უნდა დაეფარებინათ სახეზე რომ მართლა მოეყენებინათ სტრიმი ხო რა თქმა უნდა ეს უნდა ყოფილიყო ფიზიკურად იმიტომ რომ თუ ციხეში ჩაჯდომაზე და მაგაზე მიდიხარ მაშინ შენინებით არ უნდა მიხვიდე ბორკილი დამადეო მაშინ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო ხო ასეა ან ну რავი რატო იმუქრები რომ დაგამხობო მე შენ დაგამხობ და შიმშილობას ვიწყებ ჩემი აზრით არ არის ერთმანეთთან შესაფერისი იმიტომ რომ თუ შიმშილობას იწყებ ადამიანს რაღაცას თავს აცოდებ ამბობ რომ აი მე სხვა არაფერი არ შემიძლია უძლური ვარ სისტემის უკიდურესი ფორმა უძლური ვარ ამიტომ აი ვამოწმებ ხალხის წინაშე შენ ამდენად კაც მოყარე ხარ მიდიხარ თუ არა ჩემს სიკვდილზე და მეორე მხრივ რევოლუცია გამოსავალი ამბობ ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი თუ რევოლუცია ის რა ქვია გამოსავალი მაშინ მაშინ ხო სხვა რამეა გასაკეთებელი თუ რევოლუცია არ არის გამოსავალი და რაღაც სხვა საკეთებ და ფიქრობ რევოლუციის ძალა არ აგაგ ჯერ მაშინ იდეაზე უნდა იმუშაო და იდეაზე მუშაობა კი არა იმ ხალხმა ვინც ციხეში ზის აკრძალა საკუთარ ტელევიზიებში იდეაზე მუშაობა თავის იდეის ფორმირებას ყველანაირად ხელს უშლიან გუშინაც ეს იყო და მე უბრალოდ ხელი ჩავიქნიე მივხვდი რომ ამ ხალხის გამოსწორება უბრალოდ არ იქნება ამიტომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს რომ ამე შეიცვლება ამ გაგებით ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე მეორე ადგილზე გავიდეს თუ არა ხაზარაძე თუ არ გავიდეს და არ შესამიშა მოდით ერთსაც კითხავთ იმიტომ რომ დროგვეწურება აი დავუშვათ დაითანხმეს ან გადაიფიქრა ლელო მარჯვენა ნაწილმა ოპოზიციის დაითანხმა თუ თავად გადაწყვეტეს მაგრამ აღარ იღებენ მონაწილეობას აღარც ლელო აღარც გახარიას გუნდი რა სიზამს გირჩი თქვენზე მინდა გკითხოთ აი თქვა არავინ არ მიიღო მონაწილეობა იქნებით თქვენ ერთი ოპოზიციური პარტიიდან თქვა პირისპირ ოცნების თუ ეს უკვე შესაძლოა იმოქმედოს ამას თქვენს გადაწყვეტილებას ზოგადად ეს ალბათ პროცესის ნაწილია რა პროცესის გავლის შედეგად ამაზე უფრო ზუსტი პასუხი იარსებებს ამ წუთას ჩვენ ვინაიდან როგორ გითხრათ ორი პოლიტიკური პარტია ისე ვიძახის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას რომ დაჭერილი ისინი არიან გაქცეული ისინი არიან ქვეყნიდან ამიტომ თქვით რომ გახარია გაიქცა საბადნო იყო მაგრამ მე ვთვლი რა ანუ ყოველ შემთხვევაში არავინ არ უარყოფს მე მგონი ახლა ამას და შესაბამისად ხო არ გაგვთ იმედი რომ დაბრუნდება ამას გულის მე რა მე მხოლოდ ის ვიცი რასაც მისი თანაგუნდელები ამბობენ და მისი მეგობრები და აქედან არ იკითხება რომ ის დაბრუნებას აპირებს შესაბამისად მე არ ვიცი ზოგადად რამდენად სერიოზულია ეს პროცესი და რამდენად ვინმეს უნდა სერიოზულად ამ პროცესის წარმართვა მაგრამ დღევანდელი სიტუაციით სადაც უბრალოდ ყველანი ამ არასერიოზულად უყურებენ ამ ამბავს მე რაღაცნაირად მართლა მინდა რომ ჩემ ამომრჩეველს ვაჩვენო რომ ხალხო აი მოდით დამენახეთ ვინდები ხართ ამათგან განსხვავებული და ამისთვის არჩევნებზე უკეთესი გამოსაყენებელი ინსტრუმენტის მე არაფერი არ მაქვს მაგრამ მე ასევე არ ვიცი სანამდე მივა ეს რაც ახლა ქვეყანაში ხდება კიდე ერთი მხრიდან კიდე მეორე მხრიდან ამიტომ ისიც კი არ ვიცი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოგვიწევს რა არჩევნების ჩატარება და საგანგებო და საომარი პროცესების ესე დაძაბვას თუ საგანგებო მდგომარეობასაც დაძაბვას რა ანუ ქართული ოცნება რასაც აკეთებს თვითონ ძაბავს ამ ყველაფერს მეორე მხარესაც ანუ ჩვეულებრივად ამ დაძაბვას კიდე უფრო მეტად ცეცხლის დამსხვრელების მეტი არავინ არ ყავს და ჩვეულებრივად ყველაფერი მიდის იმისკენ რომ არჩევნებმა ნორმალურ სიტუაციაში არ ჩაიაროს ის არ იყოს არჩევნები და მას არანაირი ღირებულება არ გააჩნდეს ასეთ არჩევნებში მონაწილეობას შინაარსი არ გააჩნია მაგრამ არჩევნებს თუ მინიმუმის ღირებულება ექნება რომ მე ჩემიანები დავთვალო და დავინახო რომ ეს რაღაცა ტარდება თუნდაც იმისთვის რომ მე რაღაცა გიშევძლო რომ ხალხს უთხრა რომ ხალხო აქედან მინდა გამოსვლა იმიტომ რომ არ მინდა მაშინ ჩამეთრიოს არავინ აი ამ რაღაცა ბრძოლაში ჩათრევა რომ ჩემთვის მინდა ყოფნა კარგია რომ არ მახსენებენ ჩამოთვლიან პარტიებს
ვიძახე რომ მხოლოდ ორი პარტია მე რო არა ვარ იქ მომწონს მაგრამ სანამდე მივა ეს პროცესი წარმოდგენა არ მაქვს ამ წუთის მოცემულობით მე არანაირი საფუძველი არ მაქვს მე არც ველოდები რომ რამე გაწყვეტილება შეცვლა მომიწევს ფიზიკურად მაგრამ დღევანდელი სიტუაციით მე არც კი მახსენებენ ჯერ შიგნით მიდის ბრძოლები და მე მგონი არაფერი პირი არ უჩანს ისე რომ ლელო მოარითხა სამარჩევნებში მონაწილეობაზე ლელო ძალიან გასაგებია მაგაზე სწორი ინვესტიცია მე მგონი ხაზარაძის პოლიტიკაში არ გაუკეთებია რომ ახლა ფსონი დადოს მიშა ჩანაცვლებაზე იმ პირობებში როდესაც მიშა არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას და მე არავინ არ მკითხავს ამ ყველაფერში საერთოდ ეცდებიან რომ ჩემი არსებობა დაივიწყონ იმიტომ რომ ანუ მე დიდი სიამოვნებით დამაბრალებდნენ რომ კონცეფტს უправებ არჩევნებს უბრალოდ ახლა თავარი ოპოზიციის დონორია ასეთი და მე ვისვახსო ვარ. მადლობა დიდი ბატონო რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს წარმატებას გისურვებთ გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია პასუხობდა ჩვენს კითხვებს